მოდი ვნახოთ როგორია მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული ჯუნგლებში ჩამალული ანგკორ ვატი და ერთად ვიმოგზაუროთ დროში. დილით ძალიან ადრე მომაკითხა გიდმა ტუკ-ტუკით, რომელთანაც წინასწარ დაჯავშნილი მქონდა ანგკორის ტური. პირველ რიგში მოვედით ბილეთების შესაძენად. ერთდღიანი ვიზიტი $27 ღირს. ბილეთების აღებისას აი ასეთი ფოტოც გადამიღეს. არ ველოდი თუ აქაც ჩამეკრავდნენ, რომ დავხედეთ ძალიან გამეცინა. სანამ ტურს დავიწყებდეთ, გიდი რუკაზე მაჩვენებს დღეს რა ლოკაციებს მოვინახულებთ. ანგკორის ტერიტორია ძალიან დიდია, ამიტომ ჩემი რჩევა დაიქირავოთ მოტო ან ტუკ-ტუკი და ისე გადაადგილდეთ. ტუკ-ტუკის დაქირავება ერთი დღით საშუალოდ $15-ია. სხვადასხვა ძალიან კარგი და ყურადღებიანი გიდი შემხვდა, თუ ვინმეს დაგჭირდათ, მოვთაგავ და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. როგორც გითხარით, ანგკორი საკმაოდ დიდი კომპლექსია. აქ ბევრი სხვადასხვა ტაძარია, რომლებიც ერთმანეთზე უკეთესი და შთამბეჭდავია. პირველი ვეწვიეთ ბანტეიკ დეის, პალატების ციტადელს. ეს ტაძარი ტურისტებისთვის ხშირად შეუმჩნეველი რჩება ხოლმე. ამიტომ ერთის მხრივ აქ ვიზიტი კარგიცაა, რადგან ხალხის ნაკლებობას განიცდის და აქაურობას უფრო მშვიდ და ლამაზ ადგილად ხდის. იგი სასწაულად ფოტოგენურია და უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა. აქ დაახლოებით 1 საათი გაჩერება საკმარისია. ტაძარი ჩვენი წელთაღრიცხვით მე-12-13 საუკუნეებში ააგებული ჯაიავარმან მე-7-ის მეფობის დროს. იგი ბაირონის არქიტექტურულ სტილშია. ამჟამად ეს ბუდისტური ტაძარი დანგრეულია, თუმცა 60-იან წლებამდე საუკუნეების განმავლობაში ბერები აქ თავის მსახურებას ახავლებდნენ. აქაურობა მისტიკითა და ისტორიითაა გაშღენთილი. ეს კი მოცეკვავეთა დარბაზია. სვეტებზე გამოსახული არიან ზეციური მოცეკვავე ღვთაებები. ამ დარბაზებში სეირნობისას თითქოს წარსულში გადავედი. საოცარი შეგრძნება. მოკლედ დროა დავტოვო ეს ადგილი. დატოვება კი ნამდვილად არ მინდა. მაგრამ წინ კიდევ ბევრია აღმოსაჩენი. ჩვენი შემდეგი გაჩერება ეგრეთ წოდებული ლარა კროფტის ტაძარი. ტაპრომი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მართლაც გამორჩეული ადგილია ანგკორ ვატის მონახულებისას. ტაძარს მოიხსენიებენ როგორც სამარხების მძარცველს ან ლარა კროფტის ტაძარს, რადგან სწორედ აქ არის გადაღებული ცნობილი ფილმის ლარა კროფტის გასაოცარი კადრები, რომელსაც ანჯელინა ჯოლი ასრულებს. რას წარმოვიდგენდი ბავშვობაში ამ ფილმს რომ ვუყურებდი, ოდესღაც მეც ზუსტად მანდ ვიმოგზაურებდი. ეს ფილმი გაქვთ ნანახი, დამიწერეთ კომენტარებში თუ კი და რამდენად მოგწონთ. ნანგრევებიდან ამოსული ხეები და ჯუნგლების შემოგარენი ამ ადგილს საოცრად მისტიურს და ყველასთვის მიმზიდველს ხდის. 1992 წლიდან კი იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. წავედით შემდეგი ლოკაციისკენ. მოვედით ტაკეოს ტაძართან. იგი ერთ-ერთი უდიდესი ტაძარია, რომელიც ქმერის იმპერიის დროს აშენდა. იგი ანგკორ ვატის ტაძრამდე რამდენიმე ასეული წლით ადრეა აშენებული. ტაკეო, როგორც სახელმწიფო ტაძარი, ისე აშენდა. მისი მშენებლობა 975 წელს დაიწყო მეფე ჯაიავარმან მე-5-ემ და შივას მიუძღვნა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ტაძრის მშენებლობა შეწყდა და აღარავის დაუსრულებია. უამრავი ამბავი არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ არ დასრულდა მისი მშენებლობა. არის წარწერები, სადაც ნათქვამია, რომ ტაძარს მეხი დაეცა და ელვა ცუდის ნიშანი იყო, ამიტომ შეაჩერეს მშენებლობაც. თუმცა დაზუსტებით არავინ იცის ნამდვილი მიზეზი. ტაკეო საკმაოდ პოპულარული ტაძარია. 5 სამკუთხედი კოშკი ზის 22 მეტრის სიმაღლის საფეხურიანი პირამიდის თავზე. ეს ტაძარი ჯუნგლებშია ჩაფლული.